5 უახლესი ფილმი, რომელიც ქართულად ნათარგმნი უკვე შეგიძლიათ ნახოთ აი ამ საიტზე, geofilms.net-ზე. სხვათა შორის მათ საიტზე აქვს ეგეთი ოფცია, სადაც დააჭერ ხელს და ნახავ მათ პირადად ნათარგმნ ფილმებს ქართულად, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ეს გუნდი ცდილობს უახლესი პროექტები უმოკლეს ვადაში მოგაწოდოთ თქვენ. ხოლო ასევე ეს საიტი აკვირდება იმას, თუ რა ხდება ჩემს კომენტარებში და რა პროდუქტი გსურთ თქვენ, ასევე და ითვალისწინებენ ამას. მე კი გადავალ ფილმების მიმოხილვაზე. და პირველი ფილმი, რომელიც თარგმნა geofilms.net-მა და სულ ახლა ხანს დაიდო მათ საიტზე, ეს არის 5 ღამე ფრედისთან 2, არაჩვეულებრივი ჰორორ ფილმია. სიუჟეტი ვითარდება პირველი ფილმიდან უკვე წელიწადნახევრის შემდეგ, სადაც ჩვენი მთავარი გმირები ცდილობენ დაივიწყონ თუ რა მოვიდათ პირველ ფილმში და როგორი კოშმარები გადაიტანენ, მაგრამ კოშმარები არ ივიწყებენ მათ. სხვათა შორის IMDb-ზე მას აქვს საშუალო შეფასება, Rotten Tomatoes-ზედაც ასევე, მაგრამ თუ პირველ ფილმში ჩაიდო 20 მილიონი და ფილმმა მოიხვეჭა 280 მილიონი, მეორე ფილმში უკვე ჩადეს 50 მილიონი და ჯერჯერობით 245 მილიონი მოიხვეჭა ფილმმა. ამიტომ ციფრებმა მოგვიყვეს ყველაფერი. ასევე თქვენ შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ სტივენ კინგის ნაწარმოების ორი უახლესი კინოეკრანიზაცია, როგორიცაა მორბენალი მამაკაცი და გრძელი გასეირნება. ორივე ფუტურიზმია, ოღონდ ერთი ნეოფუტურიზმი. მეოთხე ფილმი, რაც მე მინდა ვახსენო, ეს არის სისუ 2, ეს არის ფინური ჯონ ვიკი, როგორც მე წინა ვიდეოებში ვახსენე და ფანტასტიკის მოყვარულებისთვის თქვენ ნახავთ ტრონ არის ჯარედ ლეტოსთან ერთად, სხვათა შორის ძალიან დიდი მოთამაშე არის ფრანშიზებში, ასე რომ ვთქვათ. პირველი ფილმი გადაიღეს 1982 წელს, მეორე ფილმი 2010 წელს და მესამე ფილმი გამოვიდა სულ ახლა ხანს 2025 წლის ბოლოს. მე კი გევშვიდობები, დიდი მადლობა რომ მიყურეთ, თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ, დააშიარეთ, დაიმახსოვრეთ, ასე რომ ვთქვათ. ფილმები იცით უკვე სად უყუროთ, ასე რომ ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე.